იდეოლოგიას. ახლა კი დღის სხვა სიახლეები 2008 წლის ომში დაღუპული გელა ქიტიშვილის დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი დაესწრნენ. 31 წლის ჯარისკაცის ამოცნობა დნმ-ის ანალიზის საშუალებით მხოლოდ ახლა 4 წლის შემდეგ მოხერხდა. გმირის მშობლებს შვილის ცხედრის პოვნის იმედი დაკარგული ჰქონდათ. გელა ქიტიშვილი 2008 წელს რუსმა სამხედროებმა კასპში მოკლეს. კვირას დაკრძალეს ახლახანს ამოცნობილი კიდევ ერთი ჯარისკაცის 25 წლის ზურა თურაშვილის ცხედარიც. დაკრძალვის ცერემონიებში კოდის წყაროსა და ყვარელში საქართველოს შეიარაღებული ძალების საპატიო ყარაული მონაწილეობდა. არავის შევარჩეთ მის კახიდან ჩამოყვეთ ნახეთ იმიტომ რომ ეს ერთად დაიღუპენ, ერთად იბრძოდნენ და ალბათ ზემოდან დაკულებენ მოსმენა მათი ფიქრი დავასაფრთხო. არ ვიცოდი არაფერი, გაურკვევლობაში ვიყავი და ახლა ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მთავრობას, რომ დაიმბრუნეს შვილი. გულთან მიიტანეს და